სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ იმსჯელა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მესამე, მეათე, მე-11 და მე-13 მუხლებთან მიმართებით მესამე მუხლი მოიცავს წამების და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვას. ამ ნაწილთან მიმართებით სასამართლომ შეაფასა ამ ნაწილის როგორც პროცედურული ასპექტი, რაც მოიცავს გამოძიების ეფექტიანად წარმართვის ვალდებულებას, ასევე მატერიალური ნაწილი და შეაფასა ასევე შეკრების თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლების კომპონენტი. რაც შეეხება ამ მნიშვნელობაზე, ასევე გადაწყვეტილების მნიშვნელობაზეც რომ გავმახვილოთ ყურადღება. სტრასბურგის სასამართლომ თავდაპირველად 2024 წელს გამოიტანა პალატამ გადაწყვეტილება, რომელიც შემდგომ მომჩივანთა უფლებით მიმართული იქნა, გადაიცა დიდ პალატას განსახილველად. პირველად გამოტანილ გადაწყვეტილებაში სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა მესამე მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევა, რაც მოიცავდა ეფექტიანი გამოძიების ვალდებულების, ესე ვთქვათ, ეფექტიანი გამოძიების განხორციელების ვალდებულების დარღვევას. და მიუთითებდა იმ პროცედურულ დარღვევასთან დაკავშირებით, რაც ეროვნულ დონეზე გვქონდა სახეზე. სხვა მუხლებთან მიმართებით პირველად, როცა პალატამ გამოიტანა გადაწყვეტილება, არ ყოფილა მსჯელობა, თავი შეიკავა სასამართლომ, ესე ვთქვათ, შეეფასებინა სხვა მუხლები. ამის შემდგომ ჩვენ მივმართეთ დიდ პალატას სწორედ საქმის მნიშვნელობიდან გამომდინარე და დღეს უკვე გვაქვს ის რეალობა, რომ სასამართლომ დაადგინა როგორც მესამე მუხლის პროცედურული და მატერიალური, ისე მე-10, მე-11 მუხლების დარღვევაც. რაც შეეხება იმ მტკიცებულებებს, რომელიც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ წარადგინა ევროპულ სასამართლოში, გადაწყვეტილების მიღების პროცესში, კონკრეტულად რა მტკიცებულებებს დაეღნო სტრასბურგის სასამართლო? უნდა აღინიშნოს, რომ თითოეულ მომჩივანთან მიმართებით წარდგენილი იქნა დეტალური მტკიცებულებები, მათ შორის ეროვნულ დონეზე გამოძიების ფარგლებში თუ არსებობდა მსგავსი მტკიცებულებები. სტრასბურგის სასამართლო მომჩივანთა მხრიდან წარადგინა და დამატებით, რა თქმა უნდა, ის ვიდეო მტკიცებულებები, რაც საჯარო წყაროებში მოიპოვებოდა და ჩვენ მიუთითებდით, რომ განსაკუთრებით მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ადგილი ჰქონდა დამიზნებით სპეციალური საშუალებების, მათ შორის რეზინის ტყუების გამოყენებას და საზოგადოებისთვის ცნობილი რომ გავხადოთ, ეს ეხება პროცესს, სადაც 12000-მდე დემონსტრანტი იყო შეკრებილი, 5000-მდე პოლიციელი მართავდა ამ სიტუაციას და 3-დან 4 საათის მანძილზე მიმდინარეობდა აქციის დაშლის ოპერაცია. შესაბამისად ეს მტკიცებულებები ყველაფერი, რაც მოიპოვებოდა სტრასბურგის სასამართლოს გადაეცა მომჩივანთა მხრიდან. დამატებით, რა თქმა უნდა, სახელმწიფომ წარმოადგინა შეპასუხების ეტაპზე თავის მხრივ მტკიცებულებები და მიუთითა, რომ გამოძიება მიმდინარეობს ყოველ მხრივ, თუმცა როგორც აღნიშნეთ, სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ, ისე როგორც პირველივე გადაწყვეტილებაში ეს ცხადი იყო, ეს გამოძიება არ იყო ეფექტიანი, არ იყო კონკრეტულად რა ხარვეზებზეა საუბარი გამოძიების ნაწილში ჩვენ წარსადგენ ტექსტშიც ვთქვით, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით მან დაადგინა, რომ გამოძიება არ დასრულებულა გარემოებების სრულყოფილი შეფასებით. უფრო კონკრეტულად რა იგულისხმება ამ ჩანაწერში? რაც შეეხება გამოძიების ეფექტიანობა გულისხმობს საქმის სრულყოფილად შესწავლას და ეს არ მოიცავს მხოლოდ საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სიმრავლეს. ამ მტკიცებულებებს რელევანტურობა უნდა ჰქონდეს საქმის არსებით გარემოებებთან მიმართებით. შესაბამისად, პრობლემა გამოიკვეთა იმ კუთხით, რომ ეს რელევანტურობა განხორციელებული ქმედებების იყო პრობლემური, რომ იმ პირობებშიც კი საზოგადოებისთვისაც რომ გავმარტოთ, პირველი გადაწყვეტილების შემდგომ 2024 წელს სპეციალური საგამოძიებო სამსახური ჩაერთო, ესე ვთქვათ, დანაშაულებრივი ქმედებების გამოძიების კონტექსტში, თუმცა ამის შემდგომ სასამართლომ დაადგინა, რომ მინიმალურ საგამოძიებო მოქმედებებს ჰქონდა ადგილი და ამ პროცესში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ჩართვამაც კი ეფექტიან გამოძიებამდე ვერ მეგვიყვანა და დიდმა პალატამ ესეც შეაფასა. შესაბამისად, აქ პრობლემა გვაქვს გამოძიების ეფექტიანად, სრულყოფილად, მიუკერძოებლად წარმართვასთან მიმართებით. და ასევე ევროსასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად სახელმწიფოს მომჩივანთათვის დაეკისრა საკმაოდ სოლიდური თანხების გადახდა, ხო? თუმცა საინტერესოა აღსრულების ნაწილი, აი ბერკეტები და მექანიზმები იმისათვის, რომ სახელმწიფო მართლაც გადაუხადოს კომპენსაცია აქციის მონაწილეებს.
დიახ, ამასთან დაკავშირებით სასამართლომ აღნიშნა, რომ 3 თვის ვადაში, დღეიდან 3 თვის ვადაში უნდა აუნაზღაურდეს პირებს, მომჩინებს როგორც მატერიალური, ისე არამატერიალური ზიანი. აღსრულებასთან დაკავშირებით ეს არ არის სახელმწიფოს კეთილინება. დიდი პალატის და მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის სავალდებულო და აღსასრულებელი. და არა სარეკომენდაციო. და არა სარეკომენდაციო, რა თქმა უნდა. შესაბამისად, მომავალში რა როგორ აღსრულდება ეს, რა თქმა უნდა, წინასწარ პროგნოზირება ამასთან დაკავშირებით გამიჭირდება, თუმცა ცხადი არის, რომ ეს გადაწყვეტილება არის სავალდებულო და არა მარტო კომპენსაციის მინიჭების ნაწილში, არამედ ეროვნულ დონეზე იმ საკანონმდებლო რეგულირების, ასე ვთქვათ, შემუშავების კონტექსტში და გამოძიების ეფექტიანად წარმართვის კონტექსტში, რომ სახელმწიფომ დეტალურად უნდა შეისწავლოს თუ როგორ დაიგეგმა აქცია, ვინ იყვნენ ჩართული პირები, მოხდა თუ არა, ადგილი ჰქონდა თუ არა დანაშაულებრივ მოქმედებამ სამართალ დამცავი პირების მხრიდან და ესე ვთქვათ, სრულყოფილი მიუკერძოებელი გამოძიება აწარმოოს ეროვნულ დონეზე. გარდა რა თქმა უნდა კომპენსაციის გადახდისა, რაც თითოეულ მომჩივნთან მიმართებით დაადგინა.